სოფოსაც გავცემ აი იმაზე პასუხს, რაც ახლა ლაპარაკი რაზეც იყო. აი აქ ჩადუნელი მიწერს, რომ ტონს დაუწიეთ ქალბატონო, ჯერ არა მოვსულ ვარ ჩადუნელო და მე ტონი აწეული მაქვს თუ დაწეული საიდან იცი, ეს ერთი, მეორე. ერთი წუთი პადრე უნდა ვთქვა, ქალბატონებთან რო წესიერ ლაპარაკს ითხოვთ. მე ორთვენახევარი ავად ვიყავი და საერთოდ არცად შევსულ ვარ და არაფერი არ მომისმენია, მაგრამ კარგად ვიცი, თქვენთან რო ადამიანები ამოდის, თუნდაც ჩვენი ფლანგიდან. შეურაცხყოფას კი არა, უკაცრავად საზოგადოებასთან დედას აგინებთ. გადასარევად ვიცი თქვენი სტრიმები რამიდის, ამიტომ ნუ გიკვირთ ნურაფერი. არც ის არის მიზანშეწონილი, რომ ქალბატონ სოფოს ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ თქვენგან ეს მიუღებელია და არასოდეს არ მივიღებთ, აი აქ ქვემოთ რომ თავი მოგწონთ ეხლა მამაკაცებს და იმას ქულებს რო იწერთ რა. მაგი არ გაგივათ აქ. მეორე კიდე დაცინვით რომ მიმართავთ ასაკოვან ხალხს. ღმერთმა ქნას რომ დაგაბეროთ სათითაოდ თქვენ რა, ილოცეთ რომ სიბერეს მოესწროთ. ჩვენ ასაკოვანი ხალხი ვინც ვართ, ჯერ სულავთვლი, ჯერ 60 წლისაც არა ვართ. 2 შვილის და 5 შვილიშვილის ბებია ვართ. თქვენი დასაცინი. პირადად ჩემზე არავის არ დაგიცინიათ, მაგრამ ვის აქ? ჩემ თანამემამულებს რაც შეურაცხყოფას აყენებთ ქალბატონებს, ვიზე გაქვთ გასაკვირი რამე თქვენ, დაგიკვირთ რა, წითელი კვერცხებივით გამოდიხართ აქ და გაკვირვებული და გაოცებული გოგოს როგორ ელაპარაკებთ. დიახ, გოგოს არ უნდა ელაპარაკოთ ცუდად და არც სოფოს ჩვენმა ფლანგმაც არ უნდა მიმართოს ცუდად, მაგრამ ღორმა ღორს უთქა შენ დრუნჩიანო ისე ნუ გამოგივათ რა. და კიდე ერთხელ გეტყვით, ილოცეთ რომ დაბერდეთ ყველა ახალგაზრდებო. ეს გნუფლისგან ძალიან დიდი წყალობა იქნება. და თქვენ ვერც მოუკლავთ და ვერც გადააკვირთ ამ ქვეყნიდან, ჯერ აქ ვართ რა. მეორე კიდე ეხლა სოფოსთან მაკითხვა. სოფო ამერიკის შეერთებული შტატების ევროკავშირისთვის გაცხადებული სამხედრო უსაფრთხოების ახალი ხედვა თუ იცი? აი ახლა რაც ითქვა, რომ თითოეულმა სახელმწიფომ თვითონ უნდა უზრუნველყოს საკუთარი სამხედრო უსაფრთხოება და ეს მარტო ევროკავშირის სახელმწიფოს არ ეხება. ეს ეხება საქართველოსაც. კი, საქართველოსაც ეხება. საქართველოს აფხაზეთში ომის დროს ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არ იყო, ხო? პირიქით იყო გამძლელი საფრთხე იყო და რა არის ის იგი? ამერიკის შეერთებულ შტატებს განცხადებებში უკრაინის მისამართით ერთსნიშნულოვნად გასაგებია, რომ ნატოს კარები სამუდამოდ დაკეტილია. ხო ასეა? ასევეა დაკეტილი საქართველოსთვის. დავამთავრებ და მე ჩავალ. არ შეგაწყვეტინებთ. და ერთი რაღაცა მაინტერესებს კიდე, ანუ საქართველოს კონსტიტუციაში დანაშაულია უკანონოდ შეტანილი 71 მუხლი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ეს არის утоპია. საქართველოს საგარეო კურსი გონიურულად იყო განსაზღვრული 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით და ასევე გონიურულად იყო რეფერენდუმის შედეგზე დაყრდნობით და დაკანონებული. მაგრამ ეს ყველაფერი, იცით რა არის გამოსავალი ერთადერთი? რუსეთთან გინდა ჩვენ რო გვაყენებენ. რუსეთი ასე, რუსეთი ისე. მე არც რუსეთი მინდა, არც ევროპა და არც ამერიკა, მით უმეტეს ამერიკა. ეხლა რა უნდა ელაპარაკოთ, არ ვიცი, ეპშტეინის ისეთი ფაილები, ისეთი რაღაცები მოხდა, ხალხო, მართლა შოკი მაქვს, ოღონდ ამას ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, მართლა გეუბნებით რა. თან პირველი პირები იყო ყველგან დაფიქსირებული და კიდო იგივე სიძახით რა. და მეორე კიდე, ეხლა სოფო მეორე შეკითხვა მაქვს და ჩავალ. მიუნხენში რომ იმდინარეობდა უსაფრთხოების 62 საერთაშორისო კონფერენცია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რა განცხადება გააკეთა, მოусმინეთ? დღეს მოусმინეთ განცხადებას? დღეს არა. მე გეტყვით, ჩვენ შევედით ისტორიის დასასრულის ეპოქაში, გვიაროდა რომ ყველა ერი ლიბერალურ დემოკრატიად იქცეოდა და რომ სავაჭრო ეკონომიკური კავშირები ჩაანაცვლებდა ეროვნულ სახელმწიფოებს. თითქოს გლობალური მშვიდობა ჩაანაცვლებდა ეროვნულ ინტერესებს და ვიცხოვრებდით უსაზღრო სამყაროში. ეს იყო მცდარი იდეა და ის ძვირად დაგვიჯდა. სად მივდივართ რომელ ევროკავშირში ვეხვეწები? მე არცად არ მივდივარ, არც ევროკავშირში, არც ამერიკაში და არც რუსეთთან. ჩვენ გვინდათ, თუ ის გვინდა რომ აღვადგინოთ ურთიერთობა და ველაპარაკოთ მეზობლებს, მე ამას ვერც თქვენ დამისლით, ვერც თქვენი ფლანგი, ვერც ისინი აი აქ რო ეხლა ვენებს იჭრიან და აბა ასე და აბა ის ვერავინ ვერ დამისლით. ჯოკერი აიღე რასაც წერდით სულ, ეხლა ქვენ ზიხარ მისმენ, ხო? მამაკაცი ხარ ბოლო-ბოლო. ან ლაპარაკი იცოდეთ, ან რო გაიკვირვებთ და დაიშტერებთ თავს და ვაიმე როგორ ლაპარაკობთ. თქვენ როგორ ლაპარაკობთ სტრიმებზე? თუ ზოგიერთებით ვიკადრო და ჩავიწერო სტრიმები და დავდო ფაქტები. ცხოვრებაში არ გავაკეთებ და არ გამიკეთებ. ჯერ არც ვიცი ჩაწერა, მაგრამ ისე ღირსები კი ხარ ზოგიერთები, რომ სტრიმი დაგიდოთ და ჩანაწერი დაგიდოთ მერე. მე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს და ყველას პრეროგატივა თითოეული ადამიანის და ლიბერალებს მოგმართავთ ეხლა რა.
რო იშამებთ რომ დემოკრატია, მარტო თქვენთვის არის დემოკრატია? მე არ გამაჩნია ჩემი აზრი ან ჩემ პარტიას, რომელ პარტიას აწარმოადგენთ? თქვენ ვინ მოგცათ უფლება რომ ეს